want to believe brought to us benefits, opportunities, challenging conferences like this. Your efforts that you are doing, other countries who have in Russia failed to realize that 21st century for media and so on. But unfortunately, we observe this part. When we talk about sanctions, because we support tough policy against the aggressor. საქართველოს პროგრესი შეფასებულია ძალიან მაღალი სიტყვებით. ეს არ არის სიახლე. ჩვენ ამის თაობაზე ძალიან ბევრი წელია ვსაუბრობთ, რომ საქართველოს წინ მიიწევს. საქართველოს ჰქონდა გარკვეული შეფერხებები, წლების განმავლობაში ჰქონდა გარკვეული სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ამისგან დაზღვეული არ ვართ არც დღეს, არც ხვალ, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდანაც, ნატოდანაც ხედავენ პირველ რიგში ქართველი ხალხის მონდომებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრი არა იმიტომ, რომ ეს პრესტიჟული კლუბია, არამედ იმიტომ, რომ ეს ჭირდება საქართველოს და ეს ჭირდება დემოკრატიული მშვიდობის მოყარე მსოფლიოს. საქართველო არის საჭირო ნატოსთვის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არც აქამდე მოვიდოდით. მაგრამ ამასობაში ვისიც ვიცით, რომ მსოფლიოში არიან ძალები, არის ტენდენციები, რომელიც ამის საწინააღმდეგოა. ასე რომ პროცესი მიდის ძალიან კარგად ამ თვალსაზრისით საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული გადაწყვეტილებების დაჩქარება თუ ცოტა შეგვიანება ეს ხდებოდა უწინ. იმედია მომავალში იქნება პირიქით, სწორედ ტაქტიკური თვალსაზრისითაც უფრო დაჩქარება ვიდრე შეყოვნება. ასე რომ ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენ უახლოეს მომავალს. და ეს შეფასება საქართველოს პროგრესის თაობაზე არის საყოველთაო და დღევანდელი კონფერენციაც ერთ-ერთი ამისი დადასტურებაა. რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, არამედ მან გამოამჟღავნა სრულიად კაფიო მისწრაფება იქეთ, რომ უკარნახოს დღის წესრიგი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო ამას არ შეეგუა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო ასპარეზზე, გაცილებით ძლიერი და გაცილებით ესეთი სახელმწიფო, რომელსაც მართლაც შეეძლო იმ პერიოდში ძალიან დიდი ზიანის მიყენება მსოფლიოსთვის. ამიტომ შეუძლებელია გამორიცხულია მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას, რომ რაღაცა სხვა გზით განვითარდეს. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ისტორიული თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია. უბრალოდ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამ ისტორიულ ქარტეხილებს, რომლის საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს, რომ ჩვენ აი ამ პროცესში არ აღმოჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში, ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენი მონაწილეობის არ გამოიხატება, მაგრამ უნდა გვეყოს ჭკუა და გამოცდილება იმისთვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე უფრო დაზარალებული და დასახიჩრებული ამ პროცესში. აი ამაშია მთელი ვთქვათ სირთულე მომენტის, მაგრამ ამასობაში სინათლეც. ვიცით, სწორი გზით მივდივართ, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რამოდენიმე დისკუსია იქნება, მათ შორის იმავე თემებზე, რასაც გუშინ სამოქალაქოები საუბრობდნენ, დღეს უკვე სამხედროების მხრიდან იქნება საუბარი და ბუნებრივია ძალიან საინტერესოა ამ ორის პერსპექტივის ერთობლიობაში დანახვა. კონფერენცია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ ბევრი საინტერესო იდეა დაიბადა, მათ შორის საქართველოში მომავალ წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ჩვენ ამ ყველაფერს ავწერთ, ვინიშნავთ და უკვე რამდენიმე კვირაში საზოგადოებას გავაცნობთ გეგმებს. მოგეხსენებათ, მე გუშინ აქვს თქვი, რომ ჩვენ მაისისთვის გეგმავთ ძალიან დიდ კონფერენციას, ვინაიდან 10 წლის თავი არის უკვე თავდაცვითი უსაფრთხოების კონფერენციის და ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის თავია და მისი საკადრისად აღნიშვნისთვის ბუნებრივია, რომ კიდევ უფრო მეტად გამოგვადგება მხარდაჭერა, მაღალი რანგის წარმომადგენლობა საქართველოს მეგობრები, რომლებიც თბილისიდან ვარშავის სამიტამდე ერთი თვით ადრე ისაუბრებენ ერთის მხრივ გამოწვევებზე და მეორეს მხრივ გამოსავალზე, შესაძლებლობაზე, რომელიც ამ გზაზე ყველასთვის ერთობლივად იქნება სასარგებლო.